მოგესალმებით, თქვენ უსმენთ ნამდვილ ისტორიებს თეონა გეგელიასთან ერთად. დღეს ვილაპარაკებთ რელიგიური ლიდერების, საზოგადოებისთვის მაღალი ავტორიტეტის მქონე ფიგურების გარდაცვალების და ასეთ ფაქტებზე საერო მმართველების რეაქციის ისტორიაზე. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, იწონებს და აზიარებს ჩვენს გამოშვებებს. მადლობა ჩვენს გამომწერებს და მათაც, ვინც ახლა შემოგვიერთდება. თქვენი აქტიურობით ჩვენი ვიდეოები მეტ ადამიანამდე მიაღწევს. ეს კი არხის განვითარებაში დაგვეხმარება. როდესაც ქვეყნის ან მსოფლიო მასშტაბით მაღალი იერარქიის რელიგიური ლიდერი იღუპება, ეს მხოლოდ რელიგიური მოვლენა არ არის. ხშირად პოლიტიკური და სოციალური ტრანსფორმაციის მომენტია. რელიგიური ლიდერის გარდაცვალება ყოველთვის კრიტიკული ჟამია საერო ხელისუფლებისთვის. ისტორიულად ასეთ მომენტებში ხელისუფლებები ან იყენებდნენ შანსს, რომ ერისაერთო გლოვის ირგვლივ გაეერთიანებინათ, ან რისკავდნენ აღმოჩენილიყვნენ მასების უკონტროლო ბრაზის წინაშე. ცხადია, ეს დამოკიდებული იყო ეპოქაზეც და კონკრეტულ ქვეყანასა თუ სოციუმში არსებულ სიტუაციაზეც. ახალ დროში, სადაც საერო და რელიგიური ინსტიტუტები მეტნაკლებად გამიჯნულია, ხელისუფლებების სტრატეგია ტრადიციულად შედგება ხოლმე 4 მიმართულებისგან, ან ამ 4-დან რამდენიმესგან მაინც. და აი რა მიმართულებებია ეს. ისინი ცდილობენ რა ინიციატივის ხელში ჩაგდებას, გამოდიან მთავარი ჭირისუფლის როლში. ხელისუფლება აწყობს სახელმწიფო დაკრძალვას, აცხადებს ეროვნულ გლოვას, აწესებს დასვენების დღეებს და უშვებს დროშებს. მაგალითად, როდესაც 1948 წელს მაჰათმა განდი მოკლეს, პრემიერ-მინისტრმა ჯავაჰარ ლალ ნერუმ უმალ მიმართა ერთ სიტყვებით: ჩვენს ცხოვრებაში სინათლე ჩაქრა და საკუთარ თავზე აიღო მგლოვიარე ხალხის წინამძღოლის როლი. მეორე მიმართულებაა გარდაცვლილი ლიდერის მემკვიდრეობის გაფილტვრა და მხოლოდ იმ ასპექტების ხაზგასმა, რომელიც ხელისუფლებისთვის მომგებიანია. მაგალითად, სახელისუფლებო მედია საშუალებები აქცენტს აკეთებენ ხოლმე ლიდერის მოწოდებებზე მშვიდობის და მორჩილებისკენ, ასევე სამშობლოსადმი სიყვარულისკენ. თუ კი რელიგიური ლიდერი ძალადობრივი სიკვდილით მოკვდა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ხოლმე იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს ან დანიშნოს მაინც დამნაშავე, რომ თავიდან აიცილოს ბრალდებები საკუთარი მისამართით. კიდევ ერთი ნაბიჯია პოლიტიკური დათმობები. საზოგადოებაში დაძაბულობის შესამცირებლად ხელისუფლებამ რეჟიმი შესაძლოა დროებიდან სიმბოლურად შეამსუბუქოს. ეს შეიძლება იყოს ამნისტია, პატიმრების გათავისუფლება, დაფინანსება, ტაძრებისთვის მიწების გამოყოფა გარდაცვლილის მემორიალების ან მისი სახელობის მუზეუმის მშენებლობა, რელიქვიების დაბრუნება, თემისთვის ადრე ჩამორთმეული ქონების ან სიწმინდეების გადაცემა. და მეოთხე ესაა მემკვიდრის არჩევის პროცესის მართვა, რადგან ხელისუფლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თუ ვინ დაიკავებს გათავისუფლებულ ადგილს. მთავრობამ შეიძლება პირველმა მიულოცოს ახალ ლიდერს, თუ კი ის მის მიმართ ლოიალური იქნება, რითაც საზოგადოებას გაუგზავნის სიგნალს, რომ ყველაფერს აკონტროლებს. თუ კი ლიდერის გარდაცვალების შემდეგ რელიგიური ჯგუფის შიგნით განხეთქილება იწყება, ხელისუფლებამ შესაძლოა მინიშნებით რომელიმე ფრთას დაუჭიროს მხარი. ანტიკურ ხანაში და რეფორმაციის ეპოქაში ხელისუფლებების სტრატეგიები ძალიან განსხვავდებოდა. სრული არშემჩნევიდან საჯარო მონანიებამდე. ძველ დროში, განსაკუთრებით რომში, ხელისუფლება ხშირად თავად იყო საკრალური. უცხო ან ოპოზიციური რწმენის ლიდერის გარდაცვალება განიხილებოდა სახელმწიფოს უსაფრთხოების საქმედ. რომაელები ცდილობდნენ რელიგიური კონფლიქტის სამართლებრივ ველში გადატანას. პლინიუს უმცროსი იმპერატორ ტრაიანესთან მიმოწერაში განიხილავდა თუ როგორ დაესაჯათ ქრისტიანები არა რწმენისთვის, არამედ სიჯიუტისთვის და კანონისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ხელისუფლება ქრისტიანებისგან დამნაშავეს სახეს ქმნიდა, რომ წამებული სახე არ შეექმნა. ხელისუფლებას ესმოდა, რომ ლიდერის საფლავი იყო პოტენციური აჯანყების მომავალი ცენტრი. იუდეური აჯანყებების ლიდერების სიკვდილით დასჯის შემდეგ გარდაცვლილებს ხშირად წვავდნენ ან მდინარეში აგდებდნენ, რომ მიმდევრებისთვის წმინდა ადგილების შექმნის საშუალება არ მიეცათ. რომაელები ხშირად ისაკუთრებდნენ იუდეველი პირველ მღვდლების დანიშვნის უფლებასაც. ავტორიტეტული ლიდერის სიკვდილის შემდეგ მის ადგილას სწრაფად ნიშნავდნენ ლოიალურ ფიგურას, რომ შიდა პროტესტი მოეკლათ. რეფორმაციის ეპოქაში და შუა საუკუნეებში ხელისუფლება ვეღარ ახერხებდა რელიგიაზე თვალის დახუჭვას,
რადგან თავად ეყრდნობოდა მას. მაგალითად, ის საჯარო მონანიების აქტს იყენებდა როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს. თუ კი მას ესმოდა, რომ ზედმეტი მოუვიდა, მიმართავდა დამამცირებელ, მაგრამ მაშველს ჟესტებს. 1160 წელს ინგლისელი კათოლიკე არქიეპისკოპოსი თომას ბეკეტი ჰენრი მეორის რაინდებმა მოკლეს. ამას მთელ ევროპაში საშინელი რისხვა მოჰყვა. ბეკეტის მკვლელობის შემდეგ მისი საფლავი უმალ იქცა პილიგრიმობის ადგილად. ხელისუფლება თავიდან შეეცადა აეკრძალა მისი სახელის ხსენება, მაგრამ საბოლოოდ ჰენრი მეორეს მოუწია საჯარო მონანიება. ის ფეხშველა მივიდა ბეკეტის საფლავთან და ბერებს თავი გააროსკინა, რამაც მისი მეფობა გადაარჩინა. ეს არის კლასიკური მაგალითი იმის, თუ როგორ აჯობა გარდაცვლილმა ლიდერმა ცოცხალ მონარქს. რეფორმაციის დროს მნიშვნელოვანი იყო ლიდერის არა უბრალოდ მოკლა, არამედ იმის დამტკიცება, რომ ის ცრუ წინასწარმეტყველი იყო. 1498 წელს სიკვდილით დასჯის წინ ჯიროლამო სავანაროლა საშინლად აწამეს, რომ მისგან მიეღოთ აღიარება, რომ ტყუოდა. ის ჯერ დაწვეს, შემდეგ კი მისი ფერფლი მოაბნიეს მდინარე არნოზე, რომ მისგან არაფერი დარჩენილიყო. ჩეხი ხალხის ეროვნული გმირი და ჩეხური რეფორმაციის იდეოლოგი იან ჰუსი 1415 წელს სიკვდილით დასაჯეს ტაძარში, იმ იმედით, რომ ეს შეაჩერებდა მწვალებლობას. მაგრამ ამან გამოიწვია ჰუსიტური ომები, რომლებიც 20 წელს გაგრძელდა. ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა და ვერ გათვალა, რომ ჰუსი იქცა არამხოლოდ რელიგიურ, არამედ სახალხო გმირად. ზოგჯერ მმართველებს იმდენად ეშინოდათ ხოლმე ლიდერის სიკვდილზე ხალხის რეაქციის, რომ მალავდნენ ფაქტს. მაგალითად, ზოგიერთი ხალიფას ან აღმოსავლელი პატრიარქის გარდაცვალების ფაქტს რამდენიმე დღე არასაჯაროებდა, ვიდრე არმია ქალაქში საკვანძო ადგილებს არ დაიკავებდა. ლიდერის სიკვდილის დამალვა ესაა კლასიკური პოლიტიკური ტექნოლოგია, რომლის მიზანიცაა დროის მოგება, რომ ძალაუფლების გადაცემა უმტკივნეულოდ მოხდეს. ხალიფატების და აღმოსავლელი მონარქების ისტორიაში ეს გადაიქცა ჩვეულებრივ პროტოკოლად. მეტიც ხშირად ტყუოდნენ, რომ მმართველი ცოცხალია და ამის იმიტაციას ახდენდნენ. 1566 წელს ოსმალეთის იმპერიის სულთანი სულეიმან I საკუთარ კარავში გარდაიცვალა. ალყა შემორტყმულ სეგეტვარის უნგრულ ციხესიმაგრესთან. ექსპედიციის დასრულებამდე რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი. დიდმა ვეზირმა მეჰმედ ფაშამ ბრძანა მოეკლა დექიმი, რომელიც სიკვდილის მოწმე გახდა, რომ ცნობას არ გაეჟონა. სულთანი დააბალზამეს და დასვეს ფარდის უკან სავარძელში. ვითომ ცოცხალი იყო, უბრალოდ ავადმყოფობდა. ეს თეატრალური სიკვდილის ყველაზე ცნობილ შემთხვევადაა მიჩნეული. გადამწერი მოხელეები აყალბებდნენ სულთნის ხელმოწერებს ბრძანებებზე. არმიას უთხრეს, რომ ის ბრძოლას ფანჯრიდან ადევნებდა თვალს. სიკვდილს 48 დღე მალავდნენ, ვიდრე სულეიმანის შვილი სელიმ მეორე არ მიუახლოვდა ბელგრადს და არ ჩაიბარა ძალაუფლება. როდესაც არმია მზად იყო ახალი მმართველის წინაშე ფიცის დასადებად, მხოლოდ მაშინ გამოაცხადეს სიკვდილის შესახებ ოფიციალურად. იანიჩარების დასამშვიდებლად მათ სასწრაფოდ გადაუხადეს პრემიები, რაც პრინციპში წარმოადგენდა შესაძლო წარსული უკმაყოფილების გამო ამნისტიას. კიდევ უფრო ადრე, ისევ ოსმალეთის იმპერიაში 1451 წელს გარდაიცვალა სულთანი მურად მეორე. ის იყო მეჰმედ მეორის მამა, იმ სულთნის, რომელმაც კონსტანტინოპოლი აიღო. მურად მეორის სიკვდილს მალავდნენ 15 დღის განმავლობაში. ვეზირებმა გამოაცხადეს, რომ სულთანი შეუძლოდ იყო და ადამიანებს ვერ შეხვდებოდა. ამ დროს მისი მემკვიდრე მეჰმედი იყო მანისაში, სადაც მდევრები გააგზავნეს. ეხლა რატომ გააკეთეს ეს? დედაქალაქ ედირნეში იყვნენ იანიჩარები, სამხედროები, რომლებსაც სულთნის გარდაცვალების შესახებ რომ გაეგოთ, შესაძლოა დაეწყოთ ძარცვა და პოლიტიკური კურსის შეცვლის მოთხოვნა. ხელისუფლებამ ჯერ ქალაქში ერთგული ნაწილები შეიყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ თქვა სიმართლე. მერვე საუკუნეში, 775 წელს, აბასიანთა სახალიფოში ხალიფა ალ-მანსური გარდაიცვალა მექასკენ მიმავალ გზაზე. ალ-მანსური ბაღდადის დამფუძნებელი იყო. სიტუაცია იყო კრიტიკული. მემკვიდრე იყო შორს, ბანაკში კი შესაძლოა დაწყებულიყო არეულობები. მმართველის უახლოესმა გარემოცვამ დამალა მისი გვამი და ისე მოქმედებდა, თითქოს მასთან საქმეებს განიხილავდა და მას საჭმელსაც აჭმევდა. დობით აღჭურვილმა პირებმა ვითომ ცოცხალი ხალიფას სახელით პროვინციის ყველა ადგილობრივ ხელმძღვანელს მოსთხოვეს ფიცი მიეცათ მისი შვილის, ალ-მაჰდისთვის.
სიკვდილის ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ერთგულების ფიცთან დაკავშირებული პასუხები მიიღეს. ალ-მაჰდიმ ტახტზე ასვლისთანავე გამოაცხადა დიდი ამნისტია და მისი მამის მიერ ჩამორთმეული მიწები მეპატრონეებს დაუბრუნა. ეს იყო კლასიკური სვლა, მოკვდა ხისტი მმართველი და მოვიდა ლმობიერი. ბიზანტიის იმპერია საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ იყო გადაჯაჭვული საერო და სასულიერო ხელისუფლება. აქ პატრიარქის გარდაცვალება სახელმწიფო კრიზისის ტოლფასი იყო, რასაც იმპერატორები ხშირად ღვთიური მოწყალების აქტებით პასუხობდნენ. ბიზანტიაში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც დიდი იერარქის ან იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ ახალი კანდიდატის არჩევამდე ქვეყანა სიმბოლურ განწმენდას გადიოდა. თუ პატრიარქის გარდაცვალებისა და დაკრძალვის პერიოდში გლოვის დღეებში დამნაშავე ტაძარს შეაფარებდა თავს, საერო ხელისუფლებას მისი დაპატიმრების უფლება არ ჰქონდა. ხშირად პატივისცემის ნიშნად ხელისუფლება ამ ადამიანებს სასჯელს უმსუბუქებდა, ან საერთოდ აუქმებდა მას. იმპერატორი გამოსცემდა ბრძანებას ციხეებიდან იმ პატიმრების გამოშვების შესახებ, რომელთაც მცირე დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, მაგალითად ვალები ან წვრილი ქურდობა. ითვლებოდა, რომ თუ სახელმწიფო დედამიწაზე მიუტევებდა ადამიანებს, ღმერთიც ასევე მიუტევებდა გარდაცვლილ პატრიარქს ცოდვებს. ბიზანტიაში აღმოსავლელ პატრიარქებთან, მაგალითად ანტიოქიის ან ალექსანდრიის ეკლესიებში, სიკვდილს ხშირად მალავდნენ 1 ან 2 დღით, რომ უხუცესთა კრებას სინკლით მოესწრო მემკვიდრის კანდიდატურაზე შეთანხმება. პატრიარქის სასახლის ან რეზიდენციის კარი იკეტებოდა ლოცვისთვის. ამ დროს გვარდია იკავებდა ქალაქის მთავარ ლოკაციებს, იპოდრომს, წმინდა სოფიას ტაძარს და კარიბჭეს. გარდაცვალების შესახებ ცნობა ცხადდებოდა ახალი სახელის გამოცხადებასთან ერთად. საზოგადოებას მოფიქრების ან პროტესტის დროს არ აძლევდნენ და აყენებდნენ ფაქტის ახალი პატრიარქის წინაშე. ყველა ეს ფაქტი ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფოსთვის ძალაუფლება ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია. ამნისტია რელიგიური ლიდერის გარდაცვალების ან სიცოცხლის კონტექსტში მხოლოდ იურიდიული აქტი არ არის, არამედ განწმენდის და მოწყალების მძლავრი სიმბოლოა, რომელსაც საერო ხელისუფლება საკუთარი ლეგიტიმაციისთვის იყენებს ხოლმე. მონარქები, რომლებიც ღვთისგან მირონცხებულებად ითვლებოდნენ, ამნისტიას იყენებდნენ ღვთიურ მოწყალებასთან საკუთარი კავშირის ხაზგასასმელად. შუა საუკუნეების ინგლისსა და საფრანგეთში არსებობდა ვნების კვირის პარასკევის შეწყალებები. ხელისუფლება ათავისუფლებდა დამნაშავეებს, რითაც ბაძავდა ქრისტეს, რომელმაც კაცობრიობა ცოდვის ტყვეობისგან გამოისყიდა. დიდი რელიგიური მოღვაწის ან თავად მონარქის, როგორც ეკლესიის ხელმძღვანელის გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებას შეიძლება ამნისტია გამოეცა იმისთვის, რომ გარდაცვლილი სულის საიქიოში გადასვლა შეემსუბუქებინა. ითვლებოდა, რომ მიცვალებულის სახელით გაკეთებული კეთილის საქმეები მას იმ ქვეყნად ჩაეთვლებოდა. 2016 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა მსოფლიოს ლიდერებს ამნისტიის აქტის და პატიმრების მიმართ ლმობიერების გამოჩენისკენ. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ითხოვს ცოცხალი რელიგიური ლიდერი საერო ხელისუფლებისგან პატიების აქტს. თანამედროვე მედია საშუალებები ამნისტიის შესახებ ხშირად წერენ ხოლმე არა როგორც საკრალურ აქტზე, არამედ როგორც დეესკალაციის ინსტრუმენტზე, ბოლის გამოშვების ინსტრუმენტზე ხელისუფლებისთვის. 1925 წელს, როდესაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ტიხონი გარდაიცვალა, ბოლშევიკების ხელისუფლებამ ხელი არ შეუშალა მრავალათასიან დამშვიდობებას მასთან. ეს იყო ეკლესიაზე სასტიკი წნეხის ხანმოკლე შემსუბუქება რეპრესიების მორიგი ტალღის წინ. ირანის აცგარდაცვლილი უმაღლესი ლიდერი ყოველწლიურად აცხადებდა ხოლმე ამნისტიას რელიგიური დღესასწაულების, მაგალითად რამადანის დროს, ან მნიშვნელოვანი მოვლენების შემდეგ. თუკი მაღალი რანგის აიათოლა კვდება, ხელისუფლებამ შესაძლოა შეიწყალოს პატიმართა ნაწილი, რომ თავიდან აირიდოს პროტესტი და აჩვენოს, რომ რეჟიმი მაინც ლმობიერია. 1989 წელს აიათოლა ხომეინის დაკრძალვა სახელმწიფომ მასობრივი რელიგიური ექსტაზის აქტად აქცია. მასში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. ეს იყო საერო და სასულიერო აპარატების სრული შერწყმა და სისტემის ლეგიტიმაცია 10 წლეულობით წინ. იოანე პავლე მეორის დაკრძალვაზე ვატიკანში 2005 წელს რომში თავი მოიყარეს ისეთი ქვეყნების ლიდერებმაც კი, რომლების ერთ სივრცეში თავმოყრა წარმოუდგენელია. იტალიაში უპრეცედენტო გლოვა გამოცხადდა.
ეს იყო დასავლური სამყაროს მაქსიმალური კონსოლიდაცია. 2018 წელს შეერთებულ შტატებში ყველა პრეზიდენტის პასტორის ბილი გრემის გარდაცვალება იყო იმის მაგალითი, თუ როგორ აღიქვამს საერო ხელისუფლება რელიგიურ მოღვაწეს სახელმწიფო მოღვაწედ. გრემი დაასვენეს კაპიტოლიუმის როტონდაში. ეს არის პატივი, რომელსაც მხოლოდ პრეზიდენტებს და გამოჩენილ სამხედროებს ანიჭებენ ხოლმე. ხელისუფლება ნაციის ერთიანობის იდეას გადმოსცემდა იმ რელიგიური ფასეულობებით, რომლებსაც გრემი იზიარებდა. დალაილამას სიკვდილისთვის ჩინეთის ხელისუფლება უკვე ემზადება. ესაა ხელისუფლების პრევენციული რეაქციის მაგალითი. მათ მიიღეს კანონები, რომელთა თანახმადაც სწორედ ჩინეთის კომპარტიამ უნდა დაადასტუროს ლამას მომდევნო რეინკარნაცია და ამით სრულად დაიქვემდებაროს რელიგიური მემკვიდრეობითობა, რომ მომავალში თავიდან აირიდოს პროტესტი. საქართველოს ისტორიაში რელიგიური ლიდერების გარდაცვალება ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული სახელმწიფოებრივ ცხოვრებასთან. ამნისტიის პირდაპირი ტრადიცია კი უფრო მეტად მონარქიულ პერიოდს ან თანამედროვე პოლიტიკურ ჟესტებს უკავშირდება. ბოლო წლებში საქართველოში დამკვიდრდა ტრადიცია, რომ დიდი საეკლესიო დღესასწაულებისას, აღდგომის ან შობის დროს, ან მნიშვნელოვანი მოვლენებისას ზოგადად საპატრიარქო მიმართავდა პრეზიდენტს პატიმართა შეწყალების თხოვნით. თქვენ რა ნაბიჯებს ელოდებით საქართველოს მოქმედი მთავრობისგან ქვეყნის პატრიარქის გარდაცვალების გამო? მოგწერეთ კომენტარებში. მანამდე კი გამოიწერეთ ჩვენი არხის ღარბი და დაელოდეთ მომდევნო გამოშვებებს.